დაახლოებით რამდენიმე თვის წინ იმ კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, ტელევიზიით თქვა, რომ მე მსახიობი კახა კინწურაშვილი გლობალური ომის პარტიის წევრი ვარ და ომი მინდა. ალბათ ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვიქეცი. მაშინ ასე დავიჯერე, რომ ომი თამაში იყო და ამიტომ ისე გამოვიარე დაბომბვა, გაქცევა, ორკვირიანი მოლოდინი აეროპორტში, მერე თვითმფრინავის აფეთქება, განადგურებული ადამიანები, რომ ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. სამაგიეროდ მთელი ჩემი ცხოვრება ამ ტკივილზე ფიქრს და ანალიზს დაუთმე და ასე ცხოვრობა ახლაც. როგორც ომგამოვლილი ბავშვმა, შემიძლია გითხრათ, რომ ომის დამთავრებისთანავე არ მთავრდება. მეტიც ომი არ მთავრდება არასდროს თუ ერთხელ არ გაგიმართლა და ომი შენი თვალით ნახე. ამ ტკივილს და უბედურების განცდას მთელი ცხოვრება ატარებ და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება სწავლობ. ცდილობ გადარჩენ და ეს გადარჩენაც ომია. ესაა გაუთავებელი ბრძოლა, რომ როგორმე გადაარჩინო შენში ნაომარი ბავშვი და შენს პიროვნებად გადარჩენ. მით უმეტეს მაშინ, როცა ცოლი და შვილები გყავს. ჩემი უფროსი შვილი ხშირად მეკითხება ხოლმე ომზე, ჩემს ბავშვობაზე. დიდი ხანი ვფიქრობდი რატომ და მერე მივხვდი. მხოლოდ იმიტომ, რომ როცა ამ გამოცდილებაზე ვუყვები, ჩემში ხედავს საკუთარ თანატოლს, 8 წლის ნაომარ ბავშვს და აინტერესებს როგორ გადავრჩი, ფეხზე როგორ დავტეკი. ამაზე როცა ვფიქრობ, ამაზე ფიქრი მაბედნიერებს, რომ ჩემი შვილი გადარჩენილად თulis და არა დაღუპულად. თუმცა მან არ იცის, რამდენს ვიბრძვი იმისთვის, რომ გადავრჩე. არ იცის, რა ძნელია იმ შიშის დაძლევა, რომელსაც ომი ტოვებს ადამიანში. თუ ომი ბავშვობაში ნახე, ეს ჭრილობა არასდროს ხორცდება. იბრძვი, რომ ფეხზე დადგე, პიროვნება ჩამოყალიბდე, ხერხემალი გაიმაგრო და შიში დაძლიო იმისთვის, რომ გიყვარდეს ადამიანები. სამეგობრო გაიჩინო, ოჯახი შექმნა და შვილები ყავდეს, იმიტომ რომ თუ ომი საკუთარი თვალით ნახე, იმდენად ღრმა ომის შიში, რომ მუდმივად საყვარელი ადამიანების დაკარგვის გეშინია. და თუ ომის შიშს არ დაძლევ, ვერასდროს გაბედავ ყავდეს შვილი. რადგან სულ იმაზე ფიქრობ, რომ მას დაკარგავ. და თუ ეს საშინელება გამოიარე, შენი ქვეყანა ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ გაძლიერდეს, მეგობრები შემოიკრიბოს, დაცული გახდეს. უსაფრთხო იყოს მასში ცხოვრება, რომ ეს შიში აღარადროს განიცადო და ამ დროს შეუხორცებელ ჭრილობაზე მარილს გაყრიან, ომით გაშანტაჟებენ. ისიც შენ ყველაზე მეტად გეშინია, რადგან საკუთარი თვალით ნახე, გამოიარე და მერე მთელი შენი ცხოვრება ომი იყო. ამ ომში გადარჩი, ადამიანად ჩამოყალიბდი, საკუთარ თავს დაეყრდენი და სხვებისთვისაც საყრდენი გახდი. როგორც იქნა შენც და შენი ქვეყანაც ფეხზე დადექი, თავი აწიეთ. თავმოყარეობა დაიბრუნეთ და ახლა მოითხოვენ, რომ ეს საწეული თავი უკან დახარო და ზემოდან ბოდიში მოიხადო. ბოდიში მოიხადო იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს. დახოცილი ადამიანები ნახე. დევნილობა განიცადე. წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახდა, რომელიც არსებობას არ გაცნის. და თურმე ამისთვის ბოდის უნდა ვიხდიდე. ეხლა შევა მეგობარმა მითხრა, როცა ომზე ყვები ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდებიო. ომის შენი ხედვა ისევ ბავშვურიაო, კი ასეა. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ. ძლიერი და თავაწეული. ომი ბევრჯერ ვნახეთ და არასდროს მშვიდობა. მშვიდობა არასდროს ჰქონია და არც ახლა გვაქვს. ის რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, ეს არ არის მშვიდობა. დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები. დგანან ამაყად და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, ზუსტად ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით ვდგება. იმისთვის, რომ თავი ისევ შავხაროთ.
რომ ვეღარასდროს შევძლოთ მაღლა აწევა და თან ბოდის ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე პირადად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასასვიშრებული გამოვალ, მაგრამ ბოლოს ერთს ვიტყვი და ამით დავამთავრებ. ომ გამოვლილი ბავშვები ბოდის წარიხდიან.